მაშასე თხევადი კომპოსტი პრაქტიკულად მომზადდა. ეს უკვე პირველი უკვე 6 დღის არის, შემდეგი 5, 4, 3 და 2 დღისა. ასე რომ ეს პირველი უკვე და მეორეც დაში მზადაა გამოსაყენებლად. ეხლა ასეთი რამ ანუ როგორ ვიყენებ ამ ჭურჭელს. ნელ-ნელა ჩამატებას აზრი არ აქვს, ამიტომ დიდი კაცრი არ დამიდგამს. უბრალოდ იმხელები დადგით თქვენს, რომ რამდენსაც ერთბაშად დახარჯავთ. ეხლა არას გავაკეთებ. ამაში რაც არის ეს მყარი მასა, ფოთლოვანი, რომელიც გაუხრწნელია, ეს უნდა ამოვიღო და გამოვიყენო მულჩად და რაც სითხე დარჩება, იმას გავაზავებ 10 ჯერ და მოვასხამ იქ, სადაც ანუ როგორც მოვრწყავდი, ვთქვათ, დაახლოებით ისე მივასხამ. ეს არის ვიმეორებ აზოტოვანი სასუქი, სავსე არის ფოსფატიც, კალიუმიც, მიკროელემენტებიც ძალიან ბევრია, მაგრამ წამყვანი რაც თავარი აქ არის აზოტი. ეხლა როგორ შეიძლება ამისი მომწიფების ცნობა? ნუ თბილამინდებში როგორც გითხარით, 5-7 დღის განმავლობაში ეს არის მზად. ეს არის ნამდვილად მსოფლიოში საუკეთესო სასუქი, უბრალოდ მისი შენახვა არის შეუძლებელი, ჯერ არავის არ მოუგონია რომ ის შევინახოთ. არც მომზადება არ არის მისი შრომატევადი. ეს ახლა მით უმეტეს ძალიან მაღალაზოტიანი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჭინჭარი მაქვს აქ გამოყენებული. ეხლა აუცილებლად უნდა ჩაიცვათ ხელთათმანები, როდესაც ამოიღებთ აი ამ ბალახ-ბულახის მასას. ლაპარაკი არის წყალგაუმტარ რეზინის ხელთათმანებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ უამრავი ბაქტერიაა გამრავლებული. პირველ რიგში ეს არის კლოსტრიდიები, კლოსტრიდიუმ ბოტულინი, მე მგონი ბევრს გეცნოთ და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხელის აქ ჩაყოფა, ისევე როგორც ჭაობში არ უნდა ჩაყო ხელი. აი დაახლოებით ესეთი რაღაცაა და თან აქ მით უმეტეს ბაქტერიების კონცენტრაცია იქნება ძალიან მაღალი, მაგრამ ეს ბაქტერიები ვთქვათ არაფერს არ უშლის, ნიადაგში ისინი ისედაც არსებობენ. შემდეგ თხევად მასას ვიმეორებ, აუცილებლად გავაზავებ 1-10-ზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მაღალი კონცენტრაცია იქნება აზოტისა. და ყოველ შემთხვევაში ჩემი ფართობი საკმაოდ პატარა ეზოა და ვთქვათ ეს ერთხელ მოსარწყავად კი იყოფა. აქ მე გამოვიყენებ ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ შეწამული საპარატს მისასხურებლად და რადგან უკვე დარგულ მცენარეებს უნდა მივასხურო, ამიტომ 10 ჯერ განზავება პრინციპში საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარესაც დააზიანებს მაღალი კონცენტრირებული სასუქის მისხმა. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ. თქვენ სიტუაციაში რა მოცულობა იქნება ერთი ვედროსი ან რამხელა კაცრს იხმართ, უკვე თქვენი ფართობის და მიხედვით უნდა დაადგინოთ. თავარია რომ ის ერთბაშად გაიცალოს და მერე ერთბაშად შეივსოს და წყალი დაესხას, რომ შენახვის პრობლემა არსებობს და ეს შენახვის პრობლემა არ უნდა ვიცოდეთ ერთ სიტყვით. წინააღმდეგ შემთხვევაში სადღაც ერთ კვირაში ეს გაფუჭდება და აზოტი მასში პრაქტიკულად აღარ იქნება.